მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და საყვარლებო, სულ მალე ახალი 2025 წელი შემობრძანდება. ყველას მინდა, რომ ულევი ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიხარული, ყველა სურვილის ასრულება გისურვოთ. ახლა კი მინდა, რომ ჩემს განსაკუთრებულ მეგობარს, ლილეს გავესაუბრო, რომელიც ამასობაში უკვე თითქმის 4 წლის ულამაზესი და უსაყვარლესი პრინცესა გოგოა. ლილე, ვიცი რომ 29 დეკემბერს შემოგოგო, უკვე 4 წლის გახდები და მინდა ახალი წელი და დაბადების დღე ერთად მოგილოცო ჩემო ლამაზო. დარწმუნებული ვარ, შენ ნამდვილად საუკეთესო გოგო გაიზრდები და შენს ოჯახს და შენს სამშობლოს ყოველთვის ასახელებ. იცი ლილე, მე შენზე რაღაცეები გავიგებ. მათ შორის ვიცი, თურმე ცოტა ჯიუტი ყოფილხარ და შენთან მექნება თხოვნა ლილე, რომ ჯიუტი აღარ იყო ხოლმე კარგი, ჯობია რომ დედიკოს და მამიკოს ასევე დაიკოებს ყველაფერი დაუჯერო, ლედის, თამარს, ბებოს და ბაბუს ყოველთვის გაუხარდება თუ კი მათ თბილად მოექცევი, დაუჯერებ, ბევრს მოეფერები და ყოველთვის კარგი გოგო იქნები ჩემო ლილე. ვიცი რომ თურმე ბაღი ძალიან მყარებია პატარავ, რა თქმა უნდა ასეც იქნებოდა. ბაღში ხომ ბევრი გასართობია, ბევრი მეგობრები ყავს, ასევე ბევრი სათამაშოა და რა თქმა უნდა, შენი მაიკო მასწავლებელია ლილე, რომელიც ვიცი რომ ძალიან გიყვარს. ელფებმა მითხრეს, თურმე სოფელში წასვლა ძალიან მყარებია და იქ შენი საყვარელი ცუგები, თეთრუა და შაუა გელოდებიან, რომლებიც თურმე თეთრი და შავი ყოფილან, ალბათ სახელებიც ამიტომ დაარქვია ასე ჩემო პრინცესაო. ისიც ვიცი რომ თურმე სოფელში პატარა ფისო ყოლია, რომელიც ასევე ძალიან გიყვარს. მინდა რომ 4 ფეხა არსებებზე ჩემო ლილე, ყოველთვის ძალიან იზრუნო და მათ ბევრი ეთამაშო ხოლმე. რაც შეეხება საჩუქარს ჩემო პატარავ, მე შენი ყველა სურვილი ძალიან კარგად ვიცი. ასე რომ ახალ წელს ვეცდები რომ ძალიან გაგაბედნიერო. ახლა კი დროა დაგემშვიდობო. ხომ იცი კიდევ ბევრი ბავშვი უნდა გავახარო. აბა, ბედნიერ ახალ წელს გისურვებ.